რაც მოხდა ეს არის დაანსული ალბათ დემტრონანი ცხოვრებაში პირველად შეეჭირა უსამართლობას ეს სამწუხაროდ არ ნახია ეს უფრო ეს სიტუაცია ეს ჩვენ გამოვყენთ ყველანაირ სამართლებრივ გზას სადია რადგან არანაირად ჩვენ დავიწყებთ პროცედურებს ის არის რომ ჩვენ თავისუფალ უნივერსიტეტში გქონდეს ანალოგიური პროგრამები და ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს თუ ჩვენ სასამართლოზე ეს როლი ვიმარჯვებთ თქვენ მობილობით გადავიყვანოთ თავისუფალ უნივერსიტეტში მაგრამ ეს დამოკიდებული არ არის ჩვენზე ეს დამოკიდებულებას მივშევდეთ თუ არა ჩვენ დავასაბუთოთ რომ ჩვენ შეიძლება ხარისხიან გასწავლოთ როგორც ჩვენ ეჭვში შეტანილი ამაში რომ ჩვენ აშენებდა ხარისხიან გასწავლოთ იმისათვის რომ ეს ყველაფერი განხორციელებული იყოს რაც შეეხება არასასამართლოს სასამართლოს ზეწოლას არ არის სწორი არამედ რაც შეეხება სამინისტროს ხარჯი ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენი აქტივობა კი არ შესუსტდეს არამედ გაზრდილდეს მინდა ვთქვათ რომ თქვენი აქტივობა იმანო თქვენ ამდენი საათი 13 საათი 14 საათი იდებით ქუჩაში მათ შორის უკვე თავის შედეგები გამოიღო იმ მხრივ რომ სამინისტრო ახლა უკან მიდის და იზახის რომ ჩვენ კი არ მივხვდებით და შევაჩერებთ და ეს არის აღნიშნავს და საერთოდ არ მიაღწევს ყურადღება და ასე შემდეგ ეს არის ხნარი ტყუილი მინდა ვთქვათ იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ რაოდენობით თქვენი ესწრებოდა ამ სტომას და იქ კაფეო კენჭი უყარეს აგრენციის რას გაუქმებას შეწყვეტას და არა შეჩერებას ეგეთი რაღაც არ არსებობს სამართლებრივ მექანიზმს არ აქვს ის რომ შეიძლება სწავლის გაზრდილება სემესტრის ბოლომდე ეს არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას ეს ტყუილია ეს თქვენს დასასწრებლად ნათქვამი სიტყვებია და ხალხის დასასწრებლად იმიტომ რომ კანონმდებლობა არ ცნობს ანუ როგორც კი აკრედიტაცია წდება და ეს აკრედიტაცია წდება იგივე მომენტში სწავლება შეწყდეს მაგრამ თვითონ ჩაიყენეს თავი ჩიხში მაგრამ იმისათვის რომ ჩვენთან გამოვიდნენ და გამოვიდნენ ისე რომ თქვენ ამით სარგებელი მიიღოთ ანუ რომ შეძლოთ ნორმალური განათლების მიღება გაგრძელება დამთავრებული უნივერსიტეტის და ვინც პირველ მესამე კურსია შემდგომი სწავლის გაგრძელება ამისათვის საჭიროა რომ თქვენი აქტივობა არ იყოს შემცირებული თქვენ ისეთ რომ მე ჩვენ პირველ შეხვედრა მე არანაირად არ ვერეოდი თქვენას დააკეთებდი თქვენ ჩემთან რასაკვირველია დაგანდილი და ეს გაგრძელების ჯობია ანუ თქვენ დაელაპარაკოთ თქვენს ამხანაგებს მეგობრებს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და ამ გზით მოახდინოთ რეალურად ხელშეკრულების საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. თუ რაღაცა ჩვენი დახმარება ეწევა, მე ყოველთვის დაგეხმარებით და ყოველთვის ხერხებზე ვიხდი. ეხლა რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. შეიძლება ერთგვარად სალაიას წაიღოს გავაკეთე ეს არის შემოწმების ყოფილი რატომ დასკვნა და ალბათ თქვენ უნდა მოისმინე ეს გუშინდომაზე ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი იმიტომ რომ რეალურად თქვენ სწავლის უფლებას გაცნობენ იმიტომ რომ არ არის შესაძლებელი რამდენიმე მომენტი თქვენ ხელმისაწვდომია სწავლის გაგრძელებაში იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი ასოებით დაწერილი და გამოკრული სამინისტრო პუნქტის ტელეფონის ნომერი. დაწესებულებას არ აქვს შემუშავებული სამედიცინო აღმოჩენის მექანიზმები. თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი იქნა უნივერსიტეტის სამედიცინო პუნქტის დებულება და რექტორის თერაპიის დოსენტების ბრძანება, რომელიც მიხედვით უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მათთვის ცნობილი პირველი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში უნდა ასწავლონ უნივერსიტეტში არსებულ დაცვის სამსახურს და სამედიცინო პუნქტის ექიმს, რომლის ტელეფონის ნომერის გამოკვლევა უნდა იყოს თვალსაჩინო მანქანის ევაკუაციის გეგმასთან. ერთად, რაც შესრულებული არ არის. ასევე თქვენ გაწევენ სწავლის
უფლებას, იმიტომ რომ შენობის დაცვის თვალსაზრისით უნივერსიტეტის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს დაცვის სამსახურთან რომელშიც არის გათვალისწინებული წესრიგის დაცვის ელემენტები, დანართი ნომერი 8 მაგრამ ცალკე არ არის შემოშენებული წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი. თუ რომ გაიგო რა წავიდე, აწვევს ხელი. ასევე მაგალითად ყველა ხმარობ კომპიუტერს, გაქვს კომპიუტერი და იცით რა არის PDF ფაილი, ხოსწორია? ისეთი ერთ-ერთი დანაშაული, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს, რატომაც თქვენ არ შეგიძლიათ რომ ისწავლოთ კვლავ ამ უნივერსიტეტში, არის რომ ჩვენ გვაქვს PDF ფაილების სახით წიგნები, რომელიც თქვენ საკითხავს შეგიძლიათ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს PDF ფაილების მიღება ჩაბარების აქტები. ერთ-ერთმა პროფესორმა თავის სილაბუსში მიუწია ილუსტრაციებისათვის ძირითადად წიგნი, რომელსაც ის PDF ფაილების სახით ასებინებს ნაწილებს უგზავნის სტუდენტებს. ეს წიგნი გამოცემული 1728 წელს ინახება ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ჩვენ არ გვაჩნია. აი ეს არის ხარვეზი, რომელსაც თქვენ არ შეგვიძლია ისწავლოთ. ასევე ერთ-ერთი დანაშაული, რომელიც ჩვენ ჩავიდგინეთ, მდგომარეობს იმაში, რომ კურსს ჰქვია ადამიანის რესურსების მართვა და სილაბუსში წერია ადამიანის რესურსების მენეჯმენტი. ჩამოგართვეს სწავლის უფლება და ჩვენ სწავლის უფლება, იმიტომ რომ ორი სტუდენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ამერიკული დიდი უნივერსიტეტის პროგრამაში ერევანში, რომელიც არის ამერიკის დახმარების ნაწილი სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისადმი, ეს არის ტეხასის A&M უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს აგრარული პროგრამა და რომელსაც შესაძლოა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულება, ის ორი სტუდენტი რომ ჩამოვიდა იქიდან, ჩვენ გავაგზავნებინეთ მათ სწავლა და არ შეგვიძლია განათლების სამინისტროს შეეძლოთ თუ ამის გაკეთება. ესე რომ ჩვენი სტუდენტები ჩვენი გავაგზავნეთ და მე იქიდან ჩამოვიდნენ. ამ სტუდენტებმა შემდგომში განათლების სამინისტროს მიმართეს და მიიღეს დასტური, რომ ყველაფერი კარგად არის, მათი სტუდენტური განათლება შეესაბამება საქართველოში არსებულ მოთხოვნებს. ეს ხარვეზი თუ ასეთი არსებობდა, ამოფრქვილია, აღარ არსებობს, მაგრამ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ვთვლიან, რომ ჩვენ არ უნდა გასწავლოთ თქვენ და თქვენ არ უნდა ისწავლოთ აქ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ორმა დოქტორანტმა დისერტაცია დაიცვა 24 ოქტომბერს. და განათლების სამინისტრო თვლის, რომ 24 ოქტომბერს 2012 წელი იყო დამთავრებული. რადგან ისინი ვთქვიან, რომ ჩვენ უნდა ჩავწეროთ 2011-12 სასწავლო წელში. მაშინ როცა დოქტორანტურა საერთოდ არაერთი კავშირი არის ბაკალავრიატთან, არის სწავლა სექტემბერში და ამთავრდება და ეს სემესტრები თარიღი მოწყობილია.